მოგესალმებით უყურებთ შემოკარგებო, ეს არის თემგვარზე, ეს კი ჩემი შემდეგი ვიდეო. ვინც არ იცი, ერთი თვით ვიყავი საქართველოში ჩასული. საქართველოში სახალხოდ ჩასვლა ხო იცი როგორი ვარიანტია. Jedu am jamdale. Ay jedu am jamdale. Შენგა ჩუდი. დამისხიდა დავლე. დაუსხიდა დავლეს რა. ხონა დავლე. პახმელიასაც ვერ ასწრებ. მოკლედ რაც იყო. სამწუხაროდ სულ რაღაც ერთი ვლოგი მოვასწარი საქართველოში, მაგრამ ეგ უკვე დევს channel-ზე. სხვათა შორის მაგ ვიდეოს კომენტარებში ხალხს ჯერ კიდე საქართველოში გონი ვარ, იმიტომ რომ კომენტი პოსტებს არ კითხულობენ. ხო და სანამ საქართველოში ვიყავი, დაგვიკავშირდა თიმუ და გამოგვიგზავნა რაღაც ყუთები. ხო და მაგას გავხსნით. ოღონდ გავხსნით არასტანდარტულად და მე ბიროლებს და რაღაცებს სტანდარტულად შემოგთავაზებთ. მაღალი ხარისხის ვიდეოს, მე რო გვიყვარს ისე. ასე რომ შეუდგეთ გახსნას. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ასევე შეგახსენებთ რომ თუ რაიმე პრომოკოდები და ასე შემდეგ არის, ამონათდება დამატებითი ფასდაკლებებისთვის, ხუაზე ხარ. რა დევს ამ ყუთში ნამდვილად არ მახსოვს. ერთი მახსოვს ის რომ საქართველოში რომ მოვდიოდი, თურქეთის აეროპორტში დავკარგე ჩემი ნაუშნიკები. მე საქართველოში რო ვიყავი ამათ ხომ მომწერეს თიმუმ. და მეთქი დავაი ნაუშნიკები გამოვაგზავნეთ მეთქი რაიმე კაი გეიმინგ ფოდები მეთქი და ვიცი რომ აქ დევს. ეგა წესი და ნახოთ როგორ იქნება. ეგ მახსოვს ზუსტად და ეგ მაინტერესებს მაგრად. ერთი აიტემი მეორე აიტემი, მესამე აიტემი, თუთუპაკ მეოთხე აიტემი, მეხუთე აიტემი, მეექვსე აიტემი და მეშვიდე აიტემი. What? რატომ ახსოვს რომ ხუთი რაღაცა იყო? არ ვიცი. მოკლედ, დავიწყოთ. და ჩვენი პირველი დევაისი არის აი ესეთი RGB light stick, რომლის ყუთიც იმინა სრულიად გაღუნული არის შუაზე. ნუ იცით რომ RGB განათებები ძალიან მიყვარს, ხო? ეს გამოვიწერე აი ზუსტად აი ესეთი ვიდეოების თუ რა რევიუებში და რაღაცა ხანდახან მჭირდება რაიმე ესეთი RGB განათება, რომ უბრალოდ გადავატარო ხოლმე რაღაც device, რომ უბრალოდ ლამაზად გამოჩნდეს ყველაფერი. და ეს მე მგონი არის ეგ თემა. ესე იგი მოყვება დამტენი, როგორც ჩანს USB Type A, USB Type C და ჩავრთოთ, აბა. ოპა. კაი შუქი ყავს. ზოგაი პოშუქი აქვს? და ხმაზეც მოქმედებს, ხედავ? ალალოლო, ხმაზეც მოქმედებს თურმე. ძირითადად ხანდახან მინდა ხოლმე რომ აი ეს ნაწილი გავინათო ხოლმე და აი ამას ესე მოიდგავ და ყველა მხრიდან იქნები საკაიფოდ განათებული. აი, მოდი ახლა ცოტა უფრო სხვა კუთხით გაჩვენებთ ყველაფერს რომ კარგად დაინახოთ და ასე შემდეგ. აი, აქ მდებარეობს სატენი, როგორც ხედავთ, Type C, კაბელი რა თქმა უნდა მოყვა. მთლიანად გაწყობილი არის პლასმასისგან. ერთადერთი რკინა მაგნიტის ადგილები არის აი ეს ორი წერტილი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მეტალზე მიამაგროთ, ესა მიამაგნეტოთ, ასე ვთქვათ. და ასევე გვაქვს ესეთი პატარა უნივერსალური ადაპტერი, რომელიც თითქმის ყველა ტრაიპოდზე მიდის, თუ არა და ამის ადაპტერები ცალკე იშოვება რა თქმა უნდა. შეგიძლიათ უფრო დიდი, უფრო პატარა, სურვილს და მიხედვით რა თქმა უნდა. დიზაინი ძალიან მარტივი არის, პანელი აქ ჩამრთველი, აქ რაღაც rhythm mode აქვს, აქ უკვე სხვადასხვა RGB mode-ები არის. ჩამრთველზე ჩვეულებრივად ირთვება ძალიან მარტივად. შუქზე აი ესე შეგიძლიათ დააკლოთ შუქი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც RGB-ზე გადადიხარ, კვდება ფერი უფრო, უფრო ისეთი ნაკლებ შუქს იძლევა უფრო, მაგრამ მაინც საკმარისი არის ბიროლებში აუცილებლად ნახავდით ამ ყველაფერს და მაქსიმალურად გაჩვენებთ ამის შესაძლებლობებს. აი ესე უფრო კარგად დაინახავთ რა თქმა უნდა. კომპაქტური არის, მარტივად გამოსაყენებელი და მაგიტომ მომწონს ასე ძალიან. მინიმუმ 2-ს ვიქონიებდი მე. სავარაუდოდ შევუკვეთავ კიდევ ერთს. თურმე ეს უნივერსალური ხრახნი ასე ვთქვათ, რითაც შეგიძლიათ დაამაგრო სხვადასხვა დევაისებზე და ასე შემდეგ, ორი ცალი ქონია ორივე მხარეს. ესეც ძალიან მაგარი არის. სავარაუდოდ ორი ცალი შეგიძლია ერთმანეთზე გადააბადო, კიდე უფრო ძლიერი შუქი მიიღო. ეგეც შესაძლებელი იქნება უპრობლემო და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. რავი, ყველა იუთუბერის ჩანთაში უნდა ეგდოს ესეთი რაღაცა ჩემი აზრით. მით უმეტეს ისეთი იუთუბერები, ვინც ვლოგერები არიან, ან ხშირად მოძრაობენ და ასე შემდეგ, მაგათთვის იმინა ესეთი რაღაცა მისწრება არის, იმიტომ რომ ან მიგაქვს highlight-ი ასე ვთქვათ რა, განათების თემა რა. კაია. და შემდეგი აიტემი არის უკვე ეს. Okay? ეს არის USB hub-ი, ოღონდ USB Type-C hub-ი. იუთუბერებს ჩემი აზრით არ ვიცი, ყველა იუთუბერი ესე არის თუ არა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვარ, რომ ცალკე USB hub-ი მაქვს, რომელსაც აქვს 12 პორტი და გავსებულია 12-ვე პორტი. ასევე გავსებულია აბსოლუტურად ყველა პორტი, რაც კომპიუტერზე არის, წინაც და უკანაც. გადატენილი არის. ასე რომ ესეთი რაღაცა ყველა იუთუბერს უნდა კონდეს ახლოში რა. გინდა არ გინდა. ესეთი ვარიანტი არის, რომ ყოველთვის გჭირდება რაიმე დამატებითი პორტი. პირველ რიგში რაც თვალში მხვდება არის ის, რომ ეს არის მთლიანად რკინისგან და ალუმინისგან გაკეთებული. რავი, წონაშიც საკმაოდ მძიმე არის და აი აქ არის წარმოდგენილი ყველა პორტი. გვაქვს 2 Type-C, HDTV, 2 USB Type-A, 1 microSD სლოტი და 1 TF კარტის სლოტი და აქ პატარა პარკი.
რომელსაც ავაზრობ. სიტყვაზე არ მინდა რომ GoPro შევაერთო კომპიუტერში და ასე შემდეგ. Შემიძლია ჩვეულებრივად აი ეს ჩავდო. ესე ჩავარჯო. Всё, SD ჩაჯდა, TF კარდის სლოტი, ვისაც პატარა დამატება სჭირდება, პატარა ჰაბი სჭირდება და ასე შემდეგ. კარგი რაღაცა არის, походу აი ესენი ძალიან მაგრად ეხმარება. თუ ნუ ინტერნეტის თემა გჭირდებათ ან HD-ს ვიხოდი, მაგენიც გაქვთ და გაქვთ დამატებითი USB 2 Type-C და 2 Type-A. ყოველთვის მჭირდება ხოლმე დესკთან, ანუ ჩემს მაგიდასთან ახლოში ესეთი რაღაცა დღიდან მაქვს. ჩემი 12 პორტი ცოტა ამოისუნთქებს და დავახმარ ამას დამატებით. ლინკები, რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში. აუცილებლად გადადით და ნახეთ, ვისაც გჭირდებათ რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ეს ძირითადად ისეთი რაღაცეები არის, რაც იმენა იუთუბერებს თემი ასე მაგრად გამოადგებოდათ. და ჩვენი შემდეგი დევაისი არის ეს. არ ვიცი რა არის ეს. ესეც რაღაც RGB განათება არის. მაგრად მევასება განათებები. აუ რა პატარა კაცია. მე ცოტა უფრო დიდი მეგონა, ხო არ გადავ, დუდ, ცოტა გამიწყდა. მაგრამ რომ თოვარი შუქი იყოს, კაი და რა პრობლემა არის. მოკლედ ეს არის ესეთი პატარა ლამპიონი შუქი რავი განათება, რომელიც ძალიან უხარისხოდ არის გარშემო დაწებებული რაღაცა hot glue-ი, ასე ვთქვათ, ანუ ცხელი წებოთი და მოყვება ერთი USB შესაერთებელი. განათა პატარა ესეთი უიუტისთვის კედელზე მიანათებ. ნახე რა ლამაზად გაანათა ფონი. დიდად მაგრად და რაღაც გადასარევად არა, მაგრამ მეგონა რომ ცოტა უფრო დიდი და ძლიერ შუქი ექნებოდა და ზომაში ცოტა უფრო დიდი იქნებოდა. ეს არის ამის ზომა რეალურად. თუ თქვენს იმას რა ქვია ოთახს ასე ვთქვათ RGB განათებები და ასე შემდეგ აკლია, შეგიძლიათ ესეთი რაღაცა მოიხოდოთ. დიზაინი ძალიან მომწონს, ზუსტად აი ამ ორნამენტების და გამოვიყიდე. ძალიან მომეწონა, არ ვიცი რატომ მომეწონა ასე ძალიან, მაგრამ მომეწონა ძალიან და გამოვიწერე. თუმცა მეგონა რომ ცოტა უფრო ძლიერი შუქი ექნებოდა, მეგონა რომ ცოტა უფრო ზომაში დიდი იქნებოდა. ნუ ეს არის რაც არის რა, არ დაგიმალავთ ეხა, არ ვიტყვი რომ ძალიან მაგარი არის, ზუსტად ის არის, რასაც ველოდი, არა. it is what it is, ხო, cozy vibe მოაქვს შენ სეტაპთან ყოველთვის და მე ყოველთვის მაგას ვაწვევი ხოლმე რომ მაქსიმალურად გაალამაზოთ თქვენი სეტაპი და ასე შემდეგ, ასე რომ თუ მთლად ესეთი RGB განათებები და რაღაც არ გინდა და გინდათ უფრო რაღაცა cozy ესეთი მყუდრო ლამპიონის ვარიანტი, ეს ძალიან კარგი ვარიანტი არის ჩემი აზრით რა. და ჩვენი შემდეგი დევაისი იქნება უკვე power bank, თავისი დამტენიც მოყვება რა თქმა უნდა და ყუთის უკან have a nice day. ეს power bank-ი კი არა, ძმაო, titan bank-ი არის, ხო არ ღადაობ, რამხელა რაღაც არის, შეხედე. და რა ლამაზი ის აქვს დიზაინი, ცოტა უფრო ახლოდან შევხედოთ, დავათვალიეროთ 20000 მAh ჯანი ამისი რეალურად და 22.5 ვატი power output-ი. უკან გვაქვს მოქცემული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შნურები, რომელთაც შეგიძლიათ სხვადასხვა device-ებს დაუკავშიროთ, ნუ ეს iPhone-ის თემა, USB თემა და Type-C ჩვეულებრივი. აი ამ პანელს თუ შევხედავთ, პატარა დაკვირვებების მერე შევამჩნიე, რომ ანუ სამივე არ გამოყოფს დენს, მარტო ორი გამოყოფს. ერთი გამოიყენება დასატენად. გვერდზე გვაქვს აი აქ მოცემული არის ჩამრთველი ხილაკი და ზედ გვაქვს მოცემული პატარა ეკრანი, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი პროცენტი არის დარჩენილი ენერგია ამაში. აგერ არის ჩემი ტელეფონი, შევაერთოთ. ჩვეულებრივად იწყებს დატენას. და ეკრანზეც მე უკვე გვიჩვენებს რომ ანუ ტენვის რეჟიმში არის, ანუ დენს გასცემს. მწვანედ ინთება, ხედავთ. ასევე გითხარით რომ GoPro-სთვის გამოვიყენებ მე ძირითადად აი ამ სატენს, თუ დიდი ხნიანი ვლოგი არის და რაღაცა და თუ გინდა რომ უბრალოდ კადრი არ დაკარგო, იმის მაგერად რომ ბატარეები ცვალ GoPro-ში შეგიძლია უბრალოდ power bank-ი მიაერთო ზედ და ერთი ბატარეით იმოძრავო რა. ჩემს თევზაობის ვლოგებს ძირითადად ასე ვიღებ ხოლმე. GoPro-ს ბატარეას თუ დააკვირდებით, ყოველთვის იტენება ბატარეა. უბრალოდ ერთი ის გაითვალისწინეთ რომ ამის მაგივრად ხოლმე მე ვიყენებ მეორე პორტს, აი ამას. და თვითონ ამას ჩანთაში შევაგდებ ხოლმე სადღაც და მე აქედან გრძელი კაბელი მიდის GoPro-სთან. და ეგ არის და ეგ ძალიან მარტივად, ანუ ამაზე ფიქრი რეალურად არც მიწევს რა. ასევე შეგიძლია რა თქმა უნდა მიაერთო აი ამ განათებაზე, მაგალითად. ამას ხო თავის მუშაობის დრო აქვს და ამითი უბრალოდ გავხანგრძლივებ ჩვეულებრივად დროს განათებას თუ რა თქმა უნდა გჭირდებათ ეგეთი რაღაც. 3 საათი უნდა მთლიანად ამ 20000-იანის დატენვას. Power bank-ებს მე იშვიათად ვიყენებ ხოლმე ტელეფონის დროს, power banks მე ვიყენებ GoPro-ზე ხოლმე. შეგიძლიათ ჩვეულებრივად ეს ადმი ახლოში GPS-ში ჩაიდო და თევზაობის დროს, როდესაც თევზაობ ხოლმე, GoPro-ში რომ ბატარეა არ დაიცალოს რამოდენიმე საათის განმავლობაში, ზედ ყოველთვის მიერთებული მაქვს power bank. ნუ ჩემს GoPro შევძაო 4-5 საათიანი ვიდეოს გადაღება შეუწყვეტლივ, იმიტომ რომ 1 ტერაბაიტიანი SD კარტი მაქვს ჩადებული.
და ნუ ამას მივაერთებ ხოლმე და 4 საათის განმავლობაში ჩვეულებრივად შეუძლია ვიდეოს გადაღებას, რომ ძალიან კარგი რაღაცა არის. თან სულ ყველაფერს რომ თავი გაანებო, თუ სადმე მიდიხარ სოფელში და ასე შემდეგ, იდეალური რაღაცა არის მასეთი რაღაცეებისთვის რა. წაიღებ და ყოველთვის გექნება თან დენი ასე ვთქვათ. ეს რაღა და შემდეგი დევაისი გავხსნათ, ეს არის პატარა ელექტრო, ეგრეთ წოდებული ატვიორტკა. აი ესე გამოიყურება. შეგახედებთ უბრალოდ უფრო ახლოს, რომ დაინახოთ. 28 სხვადასხვანაირი პირი, თავი, სადაც შადის პირები და დამტენი. Type-C. ამაში გვაქვს ეგრეთ წოდებული რავი ჯოხები თუ რაღაცა, ანუ რითაც შეგიძლიათ უფრო კარგად ამოიღოთ რაღაცა, ანუ ძალიან ჩაწებებული რაღაცები რო გახსნათ. აქვე არის სხვადასხვანაირი ფორმები, დამჭერები და ასე შემდეგ, რომ სიტყვაზე iPhone-ს ხსნით თუ რავი რას ხსნით, არ ვიცი. ნუ უბრალოდ მოგეხმარებათ ეს პატარა აქსესორი ბოქსი გახსნაში. ჩართვა ძალიან მარტივი არის. ესე ირთვება ერთი ღილაკის მეშვეობით და გვაქვს წინ და უკან სიჩქარეები. ესე დემონსტრაციისთვის ავიღოს დანტეს სათამაშო, ამას წინებზე გაუფუჭდა ეს სათამაშო დანტეს და ამითი გავხსენით. ჩვეულებრივად ამოიღებთ ძალიან მარტივად იხსნება. ხსნის და კეტავს კიდევაც. всё. აჰა. უცბად შევაკეთე ჩათვალე დანტეს მანქანა. GG. ვაზა, ანუ კარგი რაღაცა არის რა, პატარა რაღაცეები, თუ გაქვთ სახში ისეთი რაც ხშირად უნდა გახსნათ და რაღაცა, ძალიან კარგი რაღაცა არის რა, ჩემი აზრით. ყველა კაცს დაგვჭირდება ესეთი რაღაცა ადრე თუ გვიან. მაინც ხელობას რო სწავლობ და რაღაცა ელემენტარულს, კომპიუტერის გახსნა იქნება, სათამაშოს გახსნა იქნება თუ პატარ-პატარა რაღაცა დევაისების, რომელსაც იმინა პატარა თავები აქვს და პატარა ვინტები ეგრეთ წოდებული, ნუ შეგიძლია რა თქმა უნდა გამოიყენო ეს. შეგიძლია ამაზე დიდი ზომების დაითრიო, ორი სხვადასხვა ვერსია იყიდებოდა 28 და 95 ცალიანი, რა ვიცი სხვადასხვა კიდე უფრო ბევრი აქსესორით. მე 28-იანი მეყოფა საბოლოო ჯამში. ყველანაირად რეკომენდაციას უწევ. ძალიან მარტივი თემა არის, არაფერი ისეთი გასაგიჟებელი. საკმარისი ძალა აქვს იმისათვის, რომ ვინტი ამოიღოს და მოხსნას და საკმარისი ძალა აქვს იმისათვის, რომ დახუროს და თან არ გადაწყვეტოს ეგრეთ წოდებული რეზბა. ხედავთ როგორი კომპაქტური არის ეს ყველაფერი, დიდი ადგილი არ მიაქვს და როდის დაგჭირდება რეალურად არიცი. აი ქვე უწერია მენუალში game კონტროლერებისთვის, ტელეფონებისთვის, ლეპტოპებისთვის, ამ შემთხვევაში სათამაშოებზეც გამოვიყენეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? საქართველოში რო წავედი, თურქეთის აეროპორტში სამწუხაროდ სისწრაფეში დავკარგე ნაუშნიკები, რომელსაც პახოვდო ქონდა noise cancelling თემა. ამოვიღოთ ყუთიდან, გადავდოთ ყუთი გვერდზე. დიზაინი, შეხედეთ, ონიკუმა, იხსნება, შუქები ინთება, პოდები გასაგები არის. RGB გვერდებში გასაგები არის, მაგრამ თვითონ პოდებსაც რო RGB აქვს. აჰა. თვითონ პოდებიც ანათებს. ძალიან ლამაზად. თუ რა თქმა უნდა ბატარეა არ გენენება და თუ გინდათ რომ გაამარიაშოთ, ეგ ვარიანტიც არის. აქვე გვაქვს ესეთი პატარა დანგლი, რომელიც უერთდება კომპიუტერს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ყველაფერი ესენი როგორც კომპიუტერის ნაუშნიკები, ასე ვთქვათ. ერთი რაღაცა, რასაც ვერ გაუგე, არის ANC, ანუ უწერია რომ noise cancelling-ი აქვს, მაგრამ რამდენად მუშაობს და როგორ მუშაობს ჯერ კიდევ ვერ გავიგე. აი ახლა შევაერთე ეს ნაუშნიკები იმაში, რა ქვია, კომპიუტერში, სხვათა შორის იმ USB hub-ის მეშვეობით, რომელიც წეღან გაჩვენეთ, ჩვეულებრივად, უბრალოდ ყურში მითხრა რომ dangle mode თუ რაღაცა ეგეთი და ჩაერთო უბრალოდ კომპიუტერის ხმა მესმის ახლა headset-ში. ჩვეულებრივად ამ პოდებში ძალიან მაგარი არის. ნუ ის რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ის რომ უკაბელო არის და მეორე ის რომ ნუ ყური აღარ მეხარშება აი ამ ზვირიანი headset-ით, რომელსაც ძალიან მაგარი კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხანდახან ნუ ყური ცხელდება და რაღაცა რა თქმა უნდა ასევე მაქვს IM-ებიც, ანუ in-ear მონიტორები, მაგრამ ისინი კაბელიანი არის. მიუხედავად იმისა, რომ იმას, ანუ ძალიან კომფორტული არის ყურზე ისინი და ძალიან მაგარი ხმა აქვს, კაბელიანია, ოკეი? რომ რაღაცებზე დათმობებზე უნდა წახვიდე. რაც შეეხება ხმის ხარისხს, ეხლა რაიმე ტრეკი ჩავირთოთ. ხო, ეხლა ეს ჟანრიც ისეთი არის, რომ პირველი რა თქმა უნდა ბასი მოდის, მაგრამ საერთოდ ესეთ საშუალო ფასის ნაუშნიკებს, ანუ შევიათ, რომ ძირითადი აქცენტი არის ბასზე გაკეთებული და არა იმ დეტალებზე, ტკბილ დეტალებზე, რაც მუსიკის უკან იმალება ხოლმე რა. ვერ დავიწუნებ. ხმას ვერანაირად ვერ დავიწუნებ, ანუ average მსმენელისთვის ძალიან კარგი ხმა აქვს და მე მიჩვეული ვარ ცოტა უფრო ძვირიან headset-ს, რომელიც დავკარგე სამწუხაროდ აეროპორტში და იმასთან შედარებით ახლა ამას ცოტა უფრო მოგუდული ხმა აქვს და ცოტა უფრო ახლოს არის ხმა ყურებთან, ანუ
ესეთ flat sound-ი არის რა უფრო. მაგრამ საერთო ჯამში ანუ ძალიან კარგად გადმოსცემს ბას, punch-ი არის ძალიან მაგარი და რავი, ანუ პრობლემა არ არის. გავითვალისწინოთ ისიც რომ, RGB განათება, თუ გინდა რომ იფლექსაო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი ინტეგრირებული მიკროფონიც და ეხლა მოგასმენთ ამ მიკროფონის ხმას, მაინც რო უბრალოდ იცოდეთ. და აი ესეთი არის ამ ნაუშნიკების მიკროფონის ხმა. სხვას რას ელოდით? კიდევ ერთხელ ვამბობ, average მსმენელისთვის იდეალური ნაუშნიკები არის, კომპიუტერზეც შეგიძლიათ მიაერთოთ ჩვეულებრივად. გზად შეგიძლიათ წაიღოთ, სამსახურში უსმინოთ მუსიკებს, ანუ გზაში, ან თვითმფრინავში, ან სადაც იქნება. ერთი დასანანი ფაქტი, რაც აღსანიშნავი არის ის, რომ წერია ENC. რაც ჩემ ფეხები არის ENC. ANC უნდა იყოს active noise cancellation, მაგრამ ამას უწერია ENC. მაგრამ ვერ ვიპოვე ვერანაირი ფუნქცია, რომელიც მომეხმარებოდა ცოტა ხმის, გარეხმის მოგუდვაში, ასე ვთქვათ. ასე რომ, it is what it is, ხვაზე ხარ. დიზაინით და ხმის ხარისხით ძალიან კმაყოფილი ვარ. შემდეგი დევაისი კიდე არის აი ესეთი. საინტერესო რაღაცა, უბრალოდ ექსპერიმენტის პონჩი მაინტერესებს. ვინც იცით რა არის? მოკლედ რეალურად ეს არის ყველაზე იაფიანი საჭე, რაც კი შეიძლება სამე გააძროთ რა. მაგდაგვარი, საჭის მაგვარი რაღაცა. მექანიზმი არის რეალურად, რომელიც უბრალოდ მაგდება Xbox-ის კონტროლერზე, აი ესე ძალიან მარტივად, ამითი რაღაცნაირად უფრო მიზერული შესაძლებლობების შეტანა შეგიძლია მოხვევებში და ასე შემდეგ. ადრე შემხვდა Kickstarter-ის პონჩი რო იყო თავის დროზე ეს თემა და ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, როგორ არ შეიძლება ამაზე სკეპტიკურად იყო განწყობილი. ხვაზე ხარ. ყველაზე იაფი საჭე ჩემოგარგებო, უატატა დრიფტ, თემა. რაც შეეხება თვითონ მუშაობას თამაში და ასე შემდეგ, გავტესტეთ Forza Horizon 5-ში, მუშაობს ჩვეულებრივად იდეალურად, რატომღაც შეგრძნება მქონდა, რომ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ამითი რაიმის გაკეთება თამაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირიქით, ბევრად უფრო რთული არის. თვითონ joystick-ზე ანალოგს ამოძრავებ ხოლმე მარჯვნივ მარცხნივ, ამ შემთხვევაში შენ, როდესაც საჭეს ამოძრავებ, ანუ უფრო ვერტიკალურად ამოძრავებ და არა ჰორიზონტალურად, ანუ ზევით და ქვევით გამოგდის რა. როგორც საჭეზე ხვაზე ხარ რა. მიმაჩნია, რომ უბრალოდ ამ პატარა დანამატის ფუნქციონალი კიდე უფრო next level-ი იქნებოდა, რაღაცა ზამბარის ეფექტი რო ქონდეს, ანუ თავის პირვანდელ ცენტრალურ პოზიციაზე რო ბრუნდებოდეს თავისით. რაღაც მომენტებში ბრუნდება, რაღაც მომენტებში არ ბრუნდება და რეალურად მაგი არის მთავარი წინაღობა. დარწმუნებული ვარ, აი ამას რომ ერთი კვირა დაუჯდე, სავარაუდოდ დავამოყამებ ამითაც სტარებას, მაგრამ არ იქნება კომფორტული ექსპერიენსი. მაგრამ აი ზამბარის თემა რო იყოს, ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით. ასე რომ კონცეფტი კარგი არის, მაგრამ პრაქტიკაში ცოტა უფრო მეტი არის საჭირო იმისათვის რომ კარგად იმუშაოს ამ device-მა თუ რაც არის რა. მოკლედ, შემოკარგებო დღეისათვის კი სულ ეს იყო. იმედია ისი ამოვნეთ ვიდეოთი. რა ვიცი, ძალიან საინტერესო device-ები არის, ისეთი რაღაცა, რაც ყოველდღიურობაში უფრო გამოგადგება. ლინკები აბსოლუტურად ყველაფრის იქნება რა თქმა უნდა ვიდეოს დაბლა აღწერაში და პრომოკოდებიც ამონათდება აქა-იქ ეკრანებზე. თუ მოგეწონათ, რასაც ხედავთ და რასაც უყურებთ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და მადლობა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ თიმუს დღევანდელი ვიდეოს სპონსორობისთვის. თქვენთან იყო თემურ გვარაძე, აბა ჰე, აბა ჰო, მომავალ შეხვედრამდე და ბეჭავეს დაბაჩაბაჩო მანტებეჩაბო არ დაგავიწყდეთ. კარგად.